სამოქალაქო ომი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე-19 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მათ შორის მილიონზე მეტი შავკანიანი მონა იყო. ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძირეული პრინციპი ადამიანთა თანასწორობა მათზე არ ვრცელდებოდა. მონობა მნიშვნელოვან საკითხად და ჩრდილოეთისა და სამხრეთ შორის ეროვნული დაპირისპირების საფუძვლად იქცა. ჩრდილოეთის შტატების წყვილ ფერმერული მეურნეობა არ საჭიროებდა მონათა შრომას. ამასთან მკაცრი რელიგიური ღირებულებებით მცხოვრები სოციალური ჯგუფებისათვის ადამიანის მონობა მიუღებელი იყო. სამხრეთის შტატებში ბამბის, შაქრის, ლერწმის და თამბაქოს პლანტაციებში უფრო რთული იყო მოსავლის მოყვანა მონების შრომის გამოყენების გარეშე. 1808 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აკრძალა მონებით ვაჭრობა და ახალი მონების შემოყვანა ქვეყნის ტერიტორიაზე. შეერთებული შტატების ტერიტორია სწრაფად ფართოვდებოდა, მოსახლეობა გასამაგდა. ახალი ტერიტორიების ათვისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თვით ამერიკელთა მიგრაცია დასავლეთისკენ. ამგვარად ჩამოყალიბდა ახალი მონობისგან თავისუფალი და ასევე მონათმფლობელური შტატები. აბოლიციონიზმს მოძრაობა მონობის წინააღმდეგ აქტიურად უჭერდა მხარს ვიგების პარტიის ნაცვლად წარმოქმნილი რესპუბლიკური პარტია. ამ პარტიის ლიდერი აბრაამ ლინკოლნი 1860 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სამხრეთის 11 მონათმფლობელურმა შტატმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ახალი სახელმწიფო ამერიკის კონფედერაციული შტატები დედაქალაქი რიჩმონდი დააფუძნა. ახალმა სახელმწიფომ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველს მონათმფლობელობა წარმოადგენდა. აბრაამ ლინკოლნმა და კონფედერაციის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯეფერსონ დევისმა ჯარების მობილიზაცია გამოაცხადეს, დაიწყო სამოქალაქო ომი. ჩრდილოეთის 23 შტატში 22 მილიონი მოსახლეობით დაუპირისპირდა სამხრეთის 11 შტატს 9 მილიონის მოსახლეობით. ამასთან ჩრდილოეთის შტატებს გაცილებით განვითარებული მრეწველობა და ინფრასტრუქტურა ჰქონდა, სამხრეთის უპირატესობა იყო პატრიოტული მუხტი. ისინი თავდაცვით ომს აწარმოებდნენ საკუთარ ტერიტორიაზე და გამოცდილი სამხედრო მეთაურები ჰყავდათ. თანდათან ჩრდილოეთმა მოიპოვა უპირატესობა. 1869 წლის 9 აპრილს კონფედერაციის მთავარსარდალი გენერალი რობერტ ლი იძულებული გახდა დანებებოდა კავშირის მთავარსარდალს ულის გრანტს. სამოქალაქო ომი ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი, რომელმაც 600,000 მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1871 წლის 13 აპრილს დაიწყო და 1875 წლის 14 აპრილამდე გაგრძელდა. ომის შემდეგ კონსტიტუციაში გაჩნდა მე-13 დამატება, რომლის ძალითაც აიკრძალა მონობა ამერიკის შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე. პრეზიდენტი ლინკოლნი, რომელიც 1864 წელს მეორე ვადით აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, მოკლა კონფედერალისტების მომხრე ტერორისტმა. პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა. მან განაგრძო ლინკოლნის მიერ დასახული ქვეყნის გამთლიანებისა და რეკონსტრუქციის გზა.